მოგესალმებით მეგობრებო, ცოტა უჩვეულო სურათია დღეს მაესტრო არ არის, მაგრამ მე შევეცდები მაესტრო ღირსეულად შევცვალ. მაშასე დღეს არის კონფერენცია, სადაც ჩვენ წარვადგენთ წყვილებს ბრძოლებისთვის, რომელიც ჩატარდება 27 ივნისს და მებრძოლები წარდგებიან, წარადგენენ თავიანთ თავს, გავიცნობთ მათ, გავესაუბრებით, ხოლო სანამ პრეს კონფერენციაზე გადავალთ, მე მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადა კომპანია ლიდერბეტს გვერდით.com-ისთვის, უკვე ამდენი წელი არის კომპანია ლიდერბეტი გვერდით გვიდგას და რასაც ჩვენ ხედავთ და რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს მათი გვერდით.com-ით ხდება. ასევე უღრმესი მადლობა სასტუმრო Windhams, ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი ჩამოსული, ჩამოფრენილი სტუმრების დაბინავებას და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა კომპანია ნემიროს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით სპორტულ ღონისძიებებს და საბრძოლო სპორტის სახეობებს უდგას გვერდით. მადლობა მათ გვერდით.com-ისთვის. ტაში, ბიჭო. მოკლედ ჯერ კიდევ არ ვართ გამოსული წინა შეჯიბრის ემოციებიდან, მაგრამ დრო არის რომ წინ წავიდეთ და მინდა წარვადგინო პირველი წყვილი, ეს არის გიორგი შველიძე და გაბრო სამსიანი. მე მინდა ბიჭების შესახებ თქვა, რომ ისინი ორივე დებიუტანტები არიან. ჩვენ გიორგი შველიძე ავიყვანეთ Road to Gama-დან. არა? მოგესალმებით ყველას გის ულტრამოზოლას. მე რავი დებიუტანტი ვარ, პირველად ჩხუბობ ამ და რავი ყველას წარმატებებს გისურვებთ, რავი. მე რავი 9 წელია მოკრივე ვარ. რავი ბევრი გასაგებია, სად ვარჯიშობ, რო გითხრა სად ემზადები და ვისთან ემზადები? ლევანი გელოვანია, ჩემი მწვრთნელი მათვე მზადები, კაი ხანია, დიდი ხანია, 1-3 წელია მათვე მზადები. მანამდე ზესტაფონში დავდიოდი. გასაგებია, გაბრო. შენ ხო უეჭველი Road to Gama-დან აგიყვანეთ, ხა მე სხვა არ მეშლევ. შენ შესახებ რო გითხრა, მე რამდენადაც ვიცი შენი ბაზა არის ჭიდაობა და სულ რამდენიმე 1 წელია, მე მგონი, რაც უფრო კრივით ხარ დაინტერესებული და მიხვედი იქამდე, რომ ჩვენს ორგანიზაციაში მოხვდი და გინდა, რომ ჩვენს რინგზე სცადო შენ გითხარი შენ შესახებ, საიდან მოდიხარ, მოკლე ინფორმაცია მე კი მოვახსენე ხალხს, მაგრამ შენ უფრო დეტალურად მოგვიყევი შენს შესახებ. კი ბატონო, 9 წელია, 14 წელია უბრალოდ ძიუდოზე ვიარე, 1 წელია კრივში ვარ. საკმაოდ ცოტა დროა, ეხლა 9 წელი გამოცდილება დიდი გამოცდილებაა და მოკლედ ამ 1 წელში დიდი ადაპტირება მოვახდინე რა, მაინც ეხლა 14 წელი სპორტსმენი რო ხარ და ყოველდღიურად ვარჯიშობ, მაინც ინსტინქტში გაქვს რა, ეს უკვე ყველაფერი და რა ვიცი, ყველას უტრავმოდ ბრძოლას გისურვებთ ბიჭებო, ნაკლები ტრავმები ჩაგეტარებინა ბრძოლები და ყველას წარმატებები რა. კეთილი, მოკლედ თქვენ შესახებ გავიგეთ, მაგრამ აი მოდი შენი შემდეგი ბრძოლის შესახებ რო გითხრა, რას გეგმავ, ტაქტიკა თუ გაქვს შერჩეული, ან სურვილი თუ გაქვს ნოკაუტით დაამთავრო თუ მზად ხარ იმისთვის, რომ მთელი 3 რაუნდი იჩეხავთ, ან მაგარი ბრძოლა გეოდება, სერიოზული მოწინააღმდეგე გყავს. ამაზე რინგი გადაწყვეტ ყველაფერს და რინგზე გამოჩნდება ყველაფერი. გაბრო, შენი ტაქტიკის შესახებ რო გითხრა, შენ უფრო აგრესიული ხარ და წინ გიყვარს მიწოლა და მძიმე დარტყმების განხორციელება და ეხლაც ამისთვის ხარ მომზადებული? რა თქმა უნდა, გრძელია, მაღალია რა, ჩემთან შედარებით და ლოგიკურია, შეტევაში გადავალ და ახლოში რომ მუშაობები რა, საჩეხავოდ შევალ. კეთილი, მე მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ კითხვების დასმის საშუალებაც გვაქვს, ხოლო ეხლა თუ კითხვები არ არის, მაშინ მიკროფონები დაუბრუნოთ ჩვენს დამხმარეებს და face to face გთხოვთ, რომ გავაკეთოთ. გიორგი შველიძე და გაბრო სამსიანი. კეთილი, გადავიდეთ მეორე წყვილზე. მეორე წყვილი იქნება რომან დუმბაძე და ნიკა ბარსეგიანი. და
მოკლედ მიკროფონი თუ შეიძლება რომან შენ ბოლო ბრძოლა მარცხით დაამთავრე როგორც მახსოვს მოიგე მოიგე ბერსაგიანი საკმაოდ გამოცდილი არის უკვე 7 ბრძოლა აქვს გამასენიგზე ჩატარებული რამდენად არის ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი გამოცდილება თუ მზად ხარ იმისთვის რომ შენი ფიზიკური მონაცემები და შენი კრივის ცოდნა ამ გამოცდილებას დაუპირისპირო გამარჯობათ მოგესალმებით მე რომ მოვარ დუმბაზე წარმოვადგენ Fight Club მემბერშიპის გუნდს როგორც მოგეხსენებათ ყოველდღიურად ვემზადები გინდა ფიზიკური გინდა კრივი მოგეხსენება 9 წელია მოჭიდავე ვიყავი მაგრამ გავიტაცე კრივით და ეს მამიას და ჯაბას დამსახურება დაინახეთ მათ ჩემში რომ რაღაცა შესაძლებლობები მქონდა და გადავერთვე კრივზე რაც შეეხება 7 ბრძოლა კი აქვს ჩატარებული მაგრამ რავი ყველას ისე უყურებ ჩემი მოწინააღმდეგე არ ვუყურებ რამდენი აქვს მოგება რამდენი აქვს წაგება უბრალოდ ერთი დევიზი მაქვს გავდივარ ჩხუბობ ვიგებ და გამოვდივარ რა ნიკა შენ რა სიტყვი როგორ ფორმაში ხარ როგორ მომიმზადე გამარჯობა მოგესალმებით ყველას რავი მაგარ ფორმაში ვარ ისეთ ფორმაში რომ მგონი არ ყოფილი ვარ ესეთ ფორმაში მომზადებაც დავიწყეს რამდენიმე დღეა ისე ფიზიკურად ვარჯიშობდი ჩემი აზრით ჩემოწინააღმდეგეს კარგი არაფერი არ ელოდება რინგზე 27-ში რინგს იქით კი წარმატებას უსურვებ მეტი არაფერი არ მაქვს თქმა კარგი არავის არ ელოდება მუშტი და სისხლი მეტი ვის რა ელოდება მოდი ვნახოთ რა კი მაგისტვის ვარ შეკლებილები ნიკა შენთან მექნება კითხვა ბოდიში თუ შეიძლება მოკლედ შენ ადრეც გვაქვს ჩვენ ასაუბრები იმის შესახებ რომ ტექნიკა უნდა დახვეწო და ეს ნაწილი გამოსასწორებელი გაქვს თუ გადადგე ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები კი 4 დღეა მე 4 დღეა რაც დავიწყე ტექნიკურად მომზადება მეში დავიწყე ოღონდ და კიდევ ბევრი დრო მაქვს და წინსვლა მაქვს საკმაოდ კარგი ამ 4 დღეში და 2 კვირაში 2 კვირა კიდე წინ მაქვს მოსამზადებლად სანამ ფიზიკურად ვარჯიშობდი ფიზიკურად იდეალურ ფორმაში ვარ და ასევე ტექნიკურადაც ტექნიკას ვხეწავ დგომით დგომი უეჭველი გინდაც მაგრამ დგომი და არ დაგაუწდეთ ჩვენთან რამდენად მნიშვნელოვანია კლინჩი რამდენად გააქვთ ეს ნაწილი დამუშავებული შენ ახლა მოჭიდავე ხარ როგორც აღნიშნე და შენთვის კლინჩი არ უნდა იყოს რთული ტექნიკური ნაწილი და აი რამდენად შეეცდები კლინჩი გამოიყენო შევხედავთ რა კლინჩაობას და ახლა რო გითხრა პირველ რაუნდში ნოკაუტებს ვაპირებ მეთქი არა ძმა უბრძოლა გვაჩვენებს გაგრძელდება 3 რაუნდი ვიჩხუბოთ გაგრძელდება 2 ვიჩხუბოთ და თუ პირველში რავი დავასრულე ჩემი თავი შემოგეულოს რა ვერ დაგახასიათებ პირველ რაუნდში რომ დაგასრულო კაროჩი და მე არ მგონია 3 რაუნდი გაგრძელდეს მაგრამ აუ მე ისე გონია რომ პირველ რაუნდში როგორ პირველ რაუნდში გონია დამასრულებ ნახოთ გვიჩვენებს გევიქსე ნოკაუტს ვაპირებ ნოკაუტს კი ნახო აი ის ნოკაუტის მა კაი ნახოს კარგი დამანოკაუტებს რა ვიცი გაგემარჯოს ხმელთ ასე რინგსიკი კარგით ბიჭებო კითხვები თუ არ არის It's okay brother it's okay სათქმელის თუ არაფერი გაქვთ მიკროფონები დააუბრუნოთ დამხმარეებთან და face to face მაშასე რომან დუმბაძე და ნიკა ბარსეგიანი 66 კილოგრამი წონით კატეგორია შემდეგი წყვილი იქნება დავით ბუაძე და გიგა გიგაური. გთხოვთ მიკროფონები აიღოთ. ბიჭებო მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია თქვენ უეჭველად რო თუ გამოდან მოდიხარ ჩვენთან. ეს ხო ნახდად არ მეშლება. კი და დღეს ახლა დღეს რა 28-ში დებიუტს გააკეთებთ გამას რინგზე. აი მოდი შენით დავიწყოთ თუ შეიძლება რო გითხრა როგორი არის დებიუტის გაკეთება ამ ორგანიზაციაში და რა მოლოდინებით ხარ პირველ რიგში გამარჯობათ მე ვარ გიგა გიგაური ვარ მაიტაისტი და გრაპლერი გავიზარდე შვედეთში მოლოდინებთან დაკავშირებით კრივს ეხლა ვსწავლობ მოკრივი არ ვარ მე ვარ მაიტაისტი ნუ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით იქნება სისხლიანი და აბსოლუტური ბრუტალიტეტი მეტი არაფერი
რამდენი წელია მოაიტაიზე რო ვარჯიშობდი? საკმაოდ საინტერესო არის ამის მოსმენა, მით უმეტეს მოაიტაი საკმაოდ ბრუტალური სპორტის სახეობაა და შიშველი მუშტებით ბრძოლა შენთვის ასე ვთქვათ, არც თუ ისე შორს უნდა იყოს იმ ბაზიდან გამომდინარე, რაც გააქვს, იმიტომ რომ იქ ბევრი იდაყვის დარტყმები არის დაშვებული, რაც ასე ვთქვათ, ძვალი-ძვალთან კონტაქტში შედის და შენც უცხო არ არის. აი, რამდენად დაგეხმარება, როგორ ფიქრობ, მუშტიკრივში შენი ბაზა? სიმართლე ვთქვა, ძალიან მეხმარება. ანუ MMA-ზედაც დავდიოდი, ასევე შევიგზენი, რომ პატარა ხელთათმანები ჩემთვის არ არის პრობლემა. იქენა გამომდინარე, რომ ბევრჯერ მაქვს მომხდარი, მუხლი, იდაყვი და ფეხი სახეში და მომსიამოვნებს, მაგრამ ჩვენთვის ესე არის მებრძოლებისთვის. კარგი, დავით, შენს შესახებ რო გითხრა, სად ემზადები, საიდან მოდიხარ და როგორი არის გამას რინგზე დებიუტი? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში უტრამო ბრძოლებს გისურვებთ ყველას. მე ვარჯიშობ დედოფლის წყაროში. ლუკა პოპიაშვილთან ვარჯიშობ დაახლოებით 4-5 წელია. ჩემი ბაზა არის უშუ სანდა და MMA და რა ვიცი რა, ნახოთ. ბრძოლაზე წინასწარ არ ვილაპარაკებ. კეთილი, ტაქტიკა თუ გვაქვს არჩეულია, ეხლა მაგალითად გაიგერო შენი მოწინააღმდეგე, აქამდე თუ არ იცოდი, მოაიტაის მებრძოლია და იმ მოლოდინიდან გამომდინარე, რაც შეიძლება ითქვას მოაიტაის მებრძოლები, როგორც წესი, უხეშად იბრძვიან, აგრესიულები არიან, ყოველთვის წინ მიდიან და თუ ხარ ამისთვის მზად ამ გამოწვევისთვის? კი, მზად ვარ, მე უფრო ტექნიკურად ვშუო, მაგრამ ჩეხაობაც არ მიჭირს და იმედი მაქვს, რომ კარგი ბრძოლა გვექნება. ტექნიკური არ იქნება, არანაირად იქნება მხოლოდ ჩეხაობა. ტექნიკური არაფერი არ მაქვს. წინ, მარტო წინ. ტექნიკური. წარმატებული. კეთილი, როგორც ჩანს, ბიჭები კარგ ბრძოლას გვერდებიან და მათი საუბრიდან გამომდინარე და ზაობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ბრძოლას შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენ მოგცემთ ორგანიზაციაში თქვენი ადგილის დამკვიდრების საშუალებას. გთხოვთ დააბრუნეთ მიკროფონები და face to face ჩავატაროთ. კამერებისკენ. დავით ბუაძე და გიგა გიგაური. ესე იგი, შემდეგი წყვილი ვაჩე სახვაძე და კონსტანტინე ჩაჩანიძე. ბიჭებო, გთხოვთ ვაჩე ადგილს რიგს უთმობ, ხო? კეთილი, გადავიდეთ მაშინ. მოგესალმებით ბიჭებო. მე ვარ კოტე ჩაშანიძე, MMA-ის მებრძოლი. რავი, ბაზით კრივი, 3 წელი დავდიოდი კრივზე. მე კაკრას თქვენ დარბაზში ვორიორში დავიწყე ვარჯიში MMA-ზე და რავი, ცადე მუშტი კრივი ვიფიქრე რომ გამომივიდოდა კარგად და ცდი ჩემպես რა, რატო არა. კი, მე შენი MMA-ის ბრძოლას ვნახე, როგორც ამოყვარულო, ისე პროფესიონალური და ვფიქრობ, რომ მუშტი კრივში შენ თავს კომფორტულად იგრძნობ. რაც შეეხება ვაჩეს, შენი რიგი დადგა, ეხა ადგილი კი დაუთმე, რიგი კი დაუთმე, მაგრამ ეხა შენი რიგი არის და რო გითხრა შენ შესახებ რა ფორმაში ხარ, როგორ ემზადებოდი ამ შეჯიბრისთვის, რადგან მოიწეცილე ჩემსკენ, რადგან წინა შეჯიბრმა გარკვეული ასეთი საზღვარი დაგვიწესა, თუ როგორი უნდა იყოს შეჯიბრი და როგორი ბრძოლები უნდა ვაჩვენოთ ხალხს. ეს არა მარტო ჩვენთვის, როგორც ორგანიზატორებისთვის გარკვეული საზღვარი არის, ეს თქვენთვის მებრძოლებისთვისაც დამატებითი мотиваცია არის, რომ იმ შეჯიბრზე ნაკლები ბრძოლები არ უნდა აჩვენოთ და რამდენად ხარ შენ მზად ამისთვის? მოგესალმებით ბიჭებო. უბრალოდ ბევრს არ ველაპარაკებ რა. მოკლედ ვიტყვი, ძალიან კაი მზადება მაქვს გავლილი. ისეთი მზადება მაქვს გავლილი, ისეთ ჯანზე ვარ, ასე თავი კარგად არასდროს არ მიგვწვნია შეიძლება ითქვას. მე შენ შესახებ არაფერი არ ვიცი ვაფშე და არც მინდა რომ ვიცოდე. უბრალოდ 27-ში მოვალ, მაგრად გაგლახავ და მე იქიდან გავალ გამარჯვებული და თავაწეული. მშვენიერი მიდგომაა ძალიან, მაგრამ ეგრე არ იქნება. მაგას ვნახავ. ხო, ვიცი, მშვენიერი მიდგომა რო არის. შენ ჩემი მეგობარი არ ხარ, ძმაკაცი არ ხარ. მე შენ წარმატებასაც არ გისურვებ.
აი ბევრ სისხლს გისურვებ. აი ბევრ სისხლს. და მაგრა უნდა გცემო იმინა, დებიუტი გაქვს და მაგრა გცემო. ნახოთ პირველ რაუნდში მაგას. რამე სხვა არ აპირე პირველ რაუნდში შენ. კი, რავი, შენ დანოყავდებას, ეს არის გეგმა. რაუნდში. დარწმუნებული ხარ ამას რომ მოახერხებ? არა. არ მოგცემ მაგის საშუალებას იმინა მაგრად გაგლახავ. იმინა სახეს გაგაძრობ ისე გაგლახავ. ნახოთ. ნახოთ, კი, აგერ 27 მოვა და ხალხის დაინახავს, რას ვნახავთ და როგორ ვნახავთ. იმინა სახე უნდა გაგაძრო შენ. რავი, შენი წინაჩხუბები მაგას არ ამტკიცებ, ჩემი აზრით საერთოდ. აი ზუსტად მაგას დავამტკიცებ, რომ აი ეს გელი შენ და აი შენ როდესაც უყურებ წინაჩხუბებიდან გამომდინარე ამას, რომ შედეგს ასე ხას უსვემ, აი ამის გამო გაგლახავ. მე ესედაც ვიცოდი შენ, რომ ამას გაუსმევდი ხას და აი ამას რო უსმევ ხას, აი ამის გამო იმინა სისხლებს გადენიებ სახიდან შენ. ნახოთ მაგას. რავი, ვიხილავთ 27-ში. ხო, მარტო იქნები და აუ მაგრა არ მისწორდება ახლა ბევრი ლაპარაკი რა რო გიყურებ, აი რო იყოს შენ დაიწყე ბევრი ლაპარაკი. შანსი რო იყოს, აი ახლაც გეჩხუბებოდი შენ. შენ დაიწყე ბევრი ლაპარაკი და მე რას მეუბნები? აი განახევდი მარჯვენა მარცხენა როგორი მოგხდებოდა და პირდაპირ იგრძნობდით კივილს და აი გამიდან წახვიდოდი. ცადე 27-ში. ხო არ გინდა ჩვენი მაყუთები გავაერთიანოთ და იმენა გამარჯვებულმა წაიღოს თუ ასეთი დარწმუნებული ხარ? რავი, ჰონორარზე იძახი? დიახ. რავი, გავაკეთოთ ეგრე იყოს. გავაერთიანოთ? კი, არა მაქვს პრობლემა ვაფშე მაგასთან, არანაირი. წაგებულის, მოგებულის მხოლოდ ერთმა გამარჯვებულმა წაიღოს. გამარჯვებულს ვიაქვს მხოლოდ ესე იგი ოლინს შევდივართ, ხო? გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, ხო? ან ყველაფერი, ან არაფერი, ესე იგი. რო რამე ისიც დავამატოთ, რომ აი ბონუს ნოკაუტი იქნება, შეიძლება ხმის ლიდერი გახდე, არ ვიცი, ამაში არ ვარ მე დარწმუნებული და ეს ყველაფერი მხოლოდ გამარჯვებულს. შვენიერი ეგრე იყოს. ხო, საფულეს მოვამზადებ მაშინ რომ ჩავაწყო ეს მაყუთები. მომამზადე. მე არ სიამოვნებს აქ მაყუცე რომ არ ვიტყვი იმას რომ მაყუცე ჩხუბობდა რაღაცა. უბრალოდ აი მაგრამ ისწორდება ჩხუბი და მინდა რომ ხალხს ჩემი შესაძლებლობა ვანახო და ამას მოვახერხებ კიდევაც. შენ სადებიუტო გაქვს, მაგრა გაგლახავ, იმ თლიან მაყუც აგართმევ, საფულეში ჩავიდებ და შენ მეორე დღეს იფიქრებ, აღარ მინდა იქ ჩხუბიო. სადებიუტო მუშტიკრივში მაქვს, ისე კი არ მაქვს სადებიუტო ბრძოლა საერთოდ. მე მუშტიკრივი ვაფშე სხვა სფეროა, აი ეს სად MMA ჩემი სფეროა, ჩემი სახლია კრივი. სად MMA და სად მუშტიკრივი აქვს, მუშტიკრივი ვაფშე სხვა რო ჟარი დამიჯერე, მეც გამოცდილი ვარ MMA-ში და MMA ჩემთვის ვაფშე კომფორტულია, მაგრამ მუშტიკრივი სხვა სფერო იყო, მაგრამ აი ისეთი მომზადებული ვარ, მარცხენა მარჯვენას რო შემოგთავაზებ, აი ვერ მხვდები რა დაგიმართა. გამოვიდა თვალში ხო? აი საჯი ვერ მოასწრებს, აი რო დაინახოს ნოკდაუნში ხარ, პირდაპირ მოვალ და იმენა დაგიშვებ და დაგიშვებ კიდე. მოდი მე ეგ მინდა ზუსტად ეგაა, ჩეხაო. აბა რას ვეცანს რა უნდა. ჩეხაო. აბა რა ძმა, მე არ ვაპირებ არავის დანდოვას აქ, მით უმეტეს შენსას. და ეს კაი შეთანხმება იყო, რა ვიცი. მთლიანი აყუთი გამარჯვებულს და მე აქ დავასრულე და დაველოდები 27-ს და 27-ში გამარჯვებულმა წაიღოს ის მთლიანი ჰონორარი რაც იქნება. გენიალურია. გენიალურია. წარმატებას არ გისურვებთ. შესანიშნავი, ესე იგი ამ ბრძოლაში ტემპერატურა დაიმატა, ბიჭებმა აიწია უпроსტად, ბიჭებმა ოლინი გამოვიდნენ, ან ყველაფერი, ან არაფერი. ესეთი სახის დაპირისპირებები კიდე უფრო ამძაფრებს სიტუაციას და ექშენს მატებს ბრძოლაში. მე კი ვხედავ, რომ აი გამატრენერი გამზადებული არის კითხვის დასმელად, კითხვა თუ გაქვს, გისმენთ სიამოვნებით. პირველ რიგში მოგესალმებით, ყველას გისურვებთ უტრამო ბრძოლებს ბიჭებო. რაც შეეხება კითხვას, ვაჩესთან მაქვს კითხვა. დარწმუნებული ვიყავი. ხო. და როგორ ახარ ჯერ მინდა კითხო, ანუ რაღაცა პირადული ხარ გავს ამ გასთან, ასე აგრესიული რო ხარ ძალიან. არანაირი, უბრალოდ ჩემი შესაძლებლობების ჩვენება მინდა და ეს ვერ მოახერხე ამ ორ ჩხუბში და მინდა ამის მესამე იყოს. ხო, ამას იმიტომ გეკითხები, რომ ესეთი არ მახსოვ ხარ შენ საერთოდ ესეთი აგრესიული პირიქით. შენს მეტოქეებთან პატივისცემით და ესე იყავი და ეხლა რო შესული ხარ რადიკალურად, იმიტომ დავინტერესდი და დაახლოებით 2 თვე არ გამოვჩინული ვარ აქ. ჩემი ბოლო ჩხუბის შემდეგ. ამ ორ თვეში კაი ფიზიკური მზადებაც გავიარე, რაც მთავარი არის. ვერ შეგპირდებით ძალიან სანახაობრივ ჩხუბს ტექნიკურად და დახვეწილს. მაგრამ შეგპირდებით ძალიან ბევრ სიცხეს, არანაირი დახევა უკან. როგორც არ უნდა მოხდეს, მხოლოდ წინვივლი. კარგი. მესმის შენიც რომ აი პირადული ხო არა გაქვს, არანაირი პირადული. მე ამ პიროვნებას საერთოდ არ ვიცნობ, არც წარმატებას არ უსურვებ, რატომ უნდა უსურვო ჩემთან ჩხუბობს. წარმატება მე მჭირდება.
რადგან ჩემი შესაძლებლობები დავამტკიცო 27-ში და დავიმკვიდრო გამაში რა ჩემი სახელი და ჩემი ადგილიც მქონდეს აქ. მინდა რომ აი იმ სურათებზე ბიჭები რო არიან ხოლმე, ჩემი სურათიც იყოს და მქონდეს ანახაობრივი ჩხუბები და არ მიყურებდეს ადამიანი ისე როგორც აი ეს პიროვნება. მე ეს დარწმუნებული ვიყავი რომ ხას გავუსვევ და შენი წინა ჩხუბებიდან გამომდინარეო რომ უჭველი გაგდიშავ და რას გამთიშავს ეს. ხაზი გაუსვა პირველ ორ ჩხუბს. კი მართალია ვერ ვიჩხუბე კარგად, მაგრამ მესამეში დავამტკიცებ ამას. კარგი, უბრალოდ მაგის გაგება მინდოდა პირადული ხო არ გაკავშირებს მეტი არანაირი პირადული არ გვაქვს მე და ამ პიროვნებას პირველად ხედავთ ერთმანეთს რინგზე. ნამდვილად აგრესიული შეტევით გამოირჩევი შენ დღეს მიუხედავად იმისა რომ წინა ბრძოლებში ეგეთი არ გვახსოვ ხარ, მაგრამ როგორც ჩანს ეგეთ განწყობაზე ხარ და ეს შენ დამატებით ძალებს და ენერგიას გაძლევს, რაც მისასალმებელია. მე მგონი კიდე ერთი კითხვა არის თორნიკე ციკლაური დაგვიბრუნდა გამოში და კითხვით მოვიდა ჩვენთან. არის ვაჩესთან მაქვს პირველ რიგში ვაჩე რამდენი ბრძოლა გაქვს ზოგადად კარიერაში ჩატარებული? კარიერაში რას გულისხმობ გამაში? ანუ ზოგადად გამას იქეთ კიდე ქონია რაიმე კარიერა? არა, ბევრი არა, ბევრ აქტივობებში აღებულობდი მონაწილეობას, უბრალოდ ვიმზადებოდი და ყოველთვის თავდაცვის ტექნიკას სწავლობდი, მეტი არაფერი. რამოდენიმე ფიძე დასათვლელი ბრძოლები მაქვს ჩატარებული და ბევრი წარმატებაც არ მაქვს მან მინაღწევი. და შენ რამდენი ბრძოლა გაქვს პროფესიონალური გამარჯვება? და სპორტსმენი ხარ როგორც აღნიშნე? სამოყვარულო კრივში მაქვს 5 ბრძოლა ჩატარებული, სამოყვარულო MMA-ში 5 ბრძოლა და პროფებში 1. ანუ დიდი ხნის სპორტსმენი ხარ, ხო? ვაჩე, ჩემო ძმაო, ბაზარი არ არის მესმის შენი დამოკიდებულება, ძმაო, მაგრამ შენზე მეტი ბრძოლებიც აქვს ჩატარებული და შენზე დიდი გამოცდილებაც ექნება და ანუ რავი, მე თუ მკითხავ პატივისცემა უპირველეს ყოვლისა უკეთესი იქნებოდა რა შენი მხრიდან სპორტსმენებზე, ძმაო. რავი, ქუჩიდან მოხვედი შენ? ამას მე რჩევას მაძლევ თუ კითხვას მისვამ, ვერ გაგიგიმე შენ. არა, გეუბნები, ძმაო. რას მეუბნები, კითხვას მისვამ, უფრო მეტი პატივისცემა სპორტსმენებთან, ძმაო, რომ ანუ სპორტსმენია და უფრო მეტი პატივისცემა უნდა ქონდეს. მე ბრძოლი ბიჭი ხარ, მინახია შენი ჩხუბები, ორივე ჩხუბი ნანახი მაქვს შენი. ნუ არ ხარ ეხლა დიდად ისეთი პიროვნება, რომ ადამიანს ნუ რაღაც შეაშინო ან რაღაცა, ხო ხდები? უბრალოდ მე გეტყვირო პატივიეცი სპორტსმენს, ნო, შენზე ბევრად მეტი გამოცდილება აქვს, შენზე ბევრად მეტი უჩხუბია და ნუ ეკუთვნის რა პატივისცემა, მე მაგას გეუბნები. მე რა ვთქვი, შენ ვერ გაიგე აქ? მე არ ვიცნობ ამ პიროვნებას, ამ პიროვნების შესახებ საერთოდ არაფერი არ ვიცი, არ მაინტერესებს ვინ გას ჩემს წინააღმდეგ, რინგზე შემოდის, ეს ჩემი მტერია და მას აუცილებლად გავანადგურებ. მისაღები პასუხი არის მგონი და აქ უნდა გავაჩეროთ მე და შენ საუბარი. არა, ბაზარი არ არის. კეთილი, თუ მეტი კითხვები არ არის, აქ უკვე ბევრი რამ ითქვა, ასე რომ ვთხოვთ მიკროფონები დავაუბრუნოთ და დაუპირისპირდეთ ერთმანეთს face to face. ხოლო რაც შეეხება შემდეგ წვილს, ესენი არიან ნიკა მაღლაფერიძე და თედო როგაო. გთხოვ, დაიწყე, წარადგინე შენი თავი, მოგვიყევი შენ შესახებ. გამარჯობათ, მე ვარ თედო როგავა. ბევრ ამას ვერ გეტყვი, ჩემზე მაქვს კრივში გამოცდილება დაახლოებით 5 წელია, მაგრამ ცოტა პაუზა მქონდა, მაგრამ მე ხა მამიას სამებზადები ჩვენ ძმასთან. წინა ბრძოლა ჩავატარე აპრილში, ნოკაუტით, ახაც იგივე სკვირდებით, პირველ ან მეორე რაუნდში დაახლოებით სადღაც. ნიკა, საკმაოდ თავდაჯერებული არის თედო თავის გამარჯვებაში, თან საკმაოდ ზუსტი, შედარებით ზუსტი პროგნოზიც გითხრა, რომ პირველ მეორე რაუნდში დავანოკაუტებო და შენ რა აზრის ხარ ამის შესახებ, ამასთან დაკავშირებით და შენი ფიზიკური მომზადების შესახებაც რო გითხრა? მოგესალმებით ყველას, მე ნიკა ვარ მაღლაფერიძე, გამაში 4 ბრძოლა მაქვს ჩატარებული, აქედან 3 გამარჯვებით დავასრულე. რაც შეეხება ჩემ მომზადებას, ლევან ციკლაურთან ვემზადები, საკმაოდ კაი მომზადებას გავდივარ, დაახლოებით 1 თვეა უკვე რაც დავიწყე ამ ბრძოლისთვის მომზადება და
რავი, ვთვლი რომ კარგად ვარ ფორმაში ხა და რაც შეეხება ნოკაუტით დამთავრებას, მე 4 ბრძოლიდან ჩემთვის საჭ ნოკდაუნი არ დაუთვლია, საერთოდ ამ ნოკდაუნშიც არ ყოფილი ვარ ამ 4 ბრძოლიდან და შემდეგ ბრძოლაშიც ეგრე იქნება აუცილებლად. და რაც შეეხება ეხა მე არ მაქვს კონკრეტული გეგმა, თუ ნოკაუტი შესაძლოა მექნება, გავაკეთებ ნოკაუტს თუ არა და ქულებით მოგებასაც არ მაქვს პრობლემა. არ მოგხვედრია გაიხელე ეთყობა ალბათ. მომხვედრია საკმაოდ გაიხელი, მაგრამ ამტანი ვარ საკმაოდ. ასე არ ფიქრობ. არ მოგხვედრია შემხედავ როგორც. უყურე ჩემ ბრძოლებს? კი, უყურე. და რასაც ხედავ, კი 4-ვეს დაჟე რო წააგე მაგასაც უყურე და 3-ვესაც უყურე. შენ რასაც იქნებ და ხდება, მე მაგას მოხვედრას და დარტყმის აღებას ვარ ვიძახი. არჩენი შენზე იყოს მერიდებოდნენ ესე იგი არ მირტყავდნენ მე ბრძოლები ეგრე გამოდის. ასე გამოდის, ან ვერ გირტყამდნენ და ჩემგან დიდი პატივისცემა, მაგრამ 27-ში რინგში რომ მოვთ, ეგ პატივისცემა დაივიწყე. წარმატებებს გისურვებ, კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ მე ჩემსას მივახცევ და 57 ხამას აქ ჩამოვიდი. ეგრეც უნდა იყოს მაური. თედო, შენ რამდენად მაინტერესებს გათვლა გაქვს ნოკაუტზე პირველ ან მეორე რაუნდში, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ნოკაუტი ვერ შეძელი ნოკაუტი გამარჯვება, რამდენად ხარ მზად იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლო და შენი ფიზიკური მონაცემები თუ მოგცემს და მომზადება თუ მოგცემს იმის საშუალებას. ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ არ დამჭირდება, მაგრამ ვიბრძოლე. ბოლომდე მე პრობლემა არ მაქვს. 3 რაუნდს ბოლომდე ლამაზად, როგორც შესაფერისია, ესე ვიბრძოლე. მე-4-ისთვისაც მზად. მე-4, მე-5 რა. 10-მდე იყოს და მე არ ვიცი. ესეთ რაუნდი გეჩხუბია ესე ეგრე გამოდის. ესეთ შემართება მომწონს და ესეთ შემართება გამას მოსწონს და აფასებს. კითხვები თუ არ არის, მეტი თქვენც თუ სათქმელი არაფერი გაქვთ, მე დღეს ბევრი კითხვები არ მექნება თქვენთან. ამიტომ გთხოვთ ბიჭებს მიკროფონები დაუბრუნოთ და დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. ნიკა მაღლაფერიძე და თედო როგავა. დაშით გავაცილოთ ბიჭები. ეხლა დადგა დრო რომ დავამძიმოთ აქაურობა და გამას რინგმა კიდევ ერთი ტესტი გაიაროს სიმძიმეზე და გამძლეობაზე და ვთხოვ გამოვიდეს ჩვენთან უზარმაზარი ხალხი გიორგი ხუბეჯაშვილი და რიჩარდ ფხაკაძე აბსოლუტური წონითი კატეგორია. გიორგი, შენ დავიწყებ, იმიტომ რომ შენ დიდი ხანია უკვე ჩვენთან ხარ, თუმცა ბოლო პერიოდია მოგვანატრე თავი, არ გამოჩნდია. რა ხდებოდა, რო გითხრა შენს სპორტულ კარიერაში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და როგორ გაატარე ეს დრო მომზადებაში, ბრძოლებში, თუ სხვა რამით იყავი დაკავებული? მოგესალმებით პირველ რიგში. აი სხვა მეებშიც გამოვდივარ რა სპორტის სახეობაში და ვიყავი რამდენიმე რომ შეჯიბზე რა და თქვენთან არ ვიყავი ამ ბოლო დროს გაიხანე და თუ შეიძლება რომ მაჩხუბოთ ხოლმე ცოტა ხშირად. ნუ მძიმეწონა ცოტა რა ვიცი საქართველოში კი ბატონო, მაგრამ არც ისეთი არა ვარ შეეშინდეთ ჩემი რომ გამოინახება რა ვიცი. კი, აი რიჩარდი გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც არ ეშინია ახლა შენი და მას ვკითხოთ და ვთხოვოთ, რომ მის შესახებ მოგვიყვეს რა გამოცდილება აქვს. მე ვიცი მისი გამოცდილების შესახებ, თუმცა საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, რომ მოგვიყვეს ამის საკუთარი თავის შესახებ ცირეოდენი და მე კითხვებსაც დავუსვათ. მოგესალმებით ყველას გისურვებთ უთრამობრძოლას. ესე იგი, მე ვარ ქუთაისიდან, რიჩარდ ფხაკაძე, საკმაოდ დიდი ბავშვობიდან ვარ დაკავებული კრივით, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მაქვს საკუთარი კრივის დარბაზი. ისიც მინდა რომ ვთქვა, რომ ჩვენი დარბაზი გორილა ბოქსინგ ჯიმი ყოველთვის მიიღებს ნებისმიერ გამას მებრძოლს, ჩვენი კარები ყოველთვის თქვენთვის არის ღია. კი, ნამდვილად დღეს ვისაუბრეთ ამის შესახებ და გამა და რიჩარდის დარბაზი დავძმაკაცდით შეიძლება ითქვას და რიჩარდი თავის კეთილნებით გვაძლევს იმის საშუალებას, რომ
ადგილობრივ სპორტსმენებს შეუწყოთ ხელი და მიიღოს თავის დარბაზში მოამზადოს და ხელი შეუწყოს ყველანაირად, რაც არა მარტო ადგილობრივს, აი თუ მაგალითად მოხვდებით ქუთაისში ან რა მნიშვნელობა აქვს რომელი ქალაქიდან იქნებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომბრძანდეთ, ერთად ვივარჯიშოთ, ცოდნა გაუზიაროთ ერთმანეთს და რავი, ვითანამშრომლოთ, ვიმეგობროთ, ვიზმაკაცოთ და რა ვიცი, გელოდებით ყველას, რაც შეეხება ჩემს მომზადებას, რა თქმა უნდა, საკუთარ დარბაზში ვარჯიშობ. დარბაზის მე ისევ მივდივარ მეორე დარბაზში ფიზიკურად რომ დავიტვირთო, ასე ფიტნეს გულისხმობ. და ასე, ესაა ჩემი რუტინა ძირითადი. მთელი დღე ხალხს ვარჯიშებ და საღამოს მე ჩემი თავისთვის მევიცლი. შესანიშნავი რუტინაა მებრძოლისთვის. შენი გამოცდილების შესახებ რო გითხრა, კრივში გაქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება და მე შესახებ რომ მოგვიყვე, რამდენი წელი ვარჯიშობდი კრივზე, რამდენი ბრძოლა გაქვს ჩატარებული და რაც კითხვა რომელიც მე მიჩნდება, ხა შენ კრივში გაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება და შენთვის დებიუტი არის ხა გამას ორგანიზაციაში, კენტუსებით გიწევს ახლა შენ ბრძოლის ჩატარება, რამდენად ხარ შენ ამისთვის, რამდენად ხარ მზად კლინჩისთვის და კლინჩში აქტიური აგრესიული მუშაობისთვის. გიორგის უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება და გიორგისთვის ეს უცხო გარემო არ იქნება, თუმცა შენთვის უცხო იქნება და როგორ ფიქრობ, როგორი მოლოდინები გაქვს შექმნილი? ვერ ვფიქრობ, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი რა მოხდება, მაინტერესებს, ნამდვილად უცხო არის ჩემთვის ეს ყველაფერი. კენტუსი ხელზე არასდროს არ გამგეთები, აი მხოლოდ დაგანახი მაქვს უბრალოდ ახლადან და არ ვიცი, ვერ გეტყვით ვერა. აუცილებლად. და გამოცდილებას რაც შეეხება ბავშვობიდან, დაახლოებით 13 წლიდან დავიწყე უკვე კრივში ვარჯიში. პროფესიონალებშიც მაქვს ბევრი ბრძოლა ჩატარებული, რა ბევრი 11 თუ ითვლება ბევრად. არ ვიცი, მაგრამ პროფების საკმაო გამოცდილება მაქვს, მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და მზად რასაც ქვია, რომ აქ კარგი სანახაობა ჩავატაროთ, მე და გიორგიმ, მაგისთვის ვარ მომზადებული, რომ არ შევწყვეთ არც ერთი და კარგი ჭუბი ჩატარდეს და ხალხმაც ისე ამოვნოს ჩვენი ჭუბით. დარწმუნებული ვარ, მძიმე წონები ისეთ ბრძოლას გვაჩუქებენ, რომ ყველანი ვისიამოვნებთ ამით ისევ დაუბრუნდები წინა შეჯიბრს და იქ ჩვენ ვიხილეთ უკვე მძიმე ზონების ბრძოლა, ამიტომ მაგაზე ნაკლები ბრძოლა არ უნდა დადოთ მეგობრებო. კეთილი თუ მაგ ბრძოლასთან დაკავშირებით ამაკ, რავი, სათქმელი რა, რომ თუ მოვიგებ აი როლაშას და რომ მაშხობოთ კამრის დაცვაზე იმასთან თუ დავიმსახურებ თქვენ როგორც გადაწყვიტოთ რა. რატომაც არა, განვიხილავთ. მაგასთან სანაჩხუბარი მაქვს ემაზე და იჩხუბი no connect ჩაითვალა რა. ხო. არა სპორტული დარტყმა რავი და ნუ ისე მემა იყო, მაგრამ მუშტიგრევი ვიჩხუბოთ რა. ხო. კი ბატონო, განვიხილავთ, რატომაც არა, თავარია რომ მოვიგებ ჭუბია მძიმე წონა და გარავინ თქვას რომ უეჭველი მოვიგებ, მით უმეტეს პატარა ხელი რო გაატარო დარტყმა შეიძლება გაითიშო და. კი, მძიმე წონაში საკმაოდ მძიმე დარტყმებია, წონიდან გამომდინარე, ამიტომ განვიხილოთ, რატომაც არა. ლაშასთანაც ნათქვამი მაქვს, ლაპარაკი. ეხლა მოგიწოდებ რომ ამ ბრძოლისთვის ან გააკეთოს სრული კონცენტრაცია, საკმაოდ გამოცდილი მოწინააღმდეგე გელოდება წინ, საკმაოდ კარგი ბრძოლა გექნება, რთული ბრძოლა გექნება. და გამარჯვების შემთხვევაში დავილაპარაკოთ, გავისაუბროთ, რატომაც არა. ხო, ეხლა ეს თავიშვილს და მაგათ რავი შეიძლება რევანშიც გქონდეთ, თქვენი გადასაწყვეტია რა. ხო, ჩვენ ყოველთვის მომხრეები ვართ, რომ გავაკეთოთ საინტერესო და ცეცხლოვანი, ასე ვთქვათ, ბრძოლები, ამიტომ ყველაფერი დამსახურებაზეა, შენ დიდი ხანია ჩვენთან ხარ, დიდი ხანია ჩვენთან იბრძვი და თითოეული გამარჯვება შენ ახლოს მიგიყვანს და ახლოს მიყავ ხარ კამართან, ამიტომ მოგიწოდებ ყველაფერი ჩადო ამ ბრძოლაში, სრული კონცენტრაცია გააკეთო რიჩარდზე, რიჩარდი საკმაოდ გამოცდილი მოწინააღმდეგეა, იმის და მიუხედავად რომ ის დებიუტს აკეთებს ახლა გამას ორგანიზაციაში, ამიტომ წარმატებებს გისურვებთ და კარგ ბრძოლას. თუ მეტი კითხვები არ არის და სათქმელი არაფერი გაქვთ, გთხოვთ ამ ორ უზარმაზარ ადამიანს დაუპირისპირდეთ ერთმანეთს და მიკროფონები დაუბრუნოთ.
გიორგი ხუბეჭაშვილი და რიჩარდ ფხაკაძე. ესე იგი, გადავიდეთ შემდეგ წყვილზე და დღეს ნოსტალგიების დღეა, იმიტომ რომ ბევრი დაგვიბრუნდა. ერთ-ერთი მათგანი მერაბ გუკასიანია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ჩვენთან არ გამოჩენილა და მისი მოწინააღმდეგე მამია მემიშიში. მერაბ, მოგვანატრე თავი, დიდი ხანია არ ჩანდი ჩვენთან და როგორც გიორგისთან, ისე დავიწყებ შენთანაც მოგვიყევი რა შვებოდი მთელი ეს პერიოდი და როგორ ფორმაში ხარ მამიასთან ბრძოლისთვის. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას აქ დამწრე საზოგადოებას ტელემაყურებელს. სად ვიყავი? ბადურაშვილმა დამკარგა ერთი წელი აქედან იმენა ისეთი ნოკაუტი ამკიდა, გარჩე მაგაცმა იმენა. პერიოდი დამჭირდა რომ დავლაგდე ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ეს ყველაფერი გავიარე, კარგად ვფიქრობ და შედარებით სხვა ბრძოლებთან, რაც კი აქ ჩამიტარებია, ალბათ იმათთან შედარებით საუკეთესო ფორმაში ვარ და კარგი ბრძოლა იქნება რა 27-ში გამოჩნდება ყველაფერი, ხა მაგაზე ბევრი არ მინდა რამე ვილაპარაკო და ერთი რამ მაინტერესებს კიდე მე ორგანიზაციასთანაც არაერთხელ მქონდა რა მაგაზე ნათქვამი რომ ბრძოლები სულ შიშულ მუჭებზე. ამ ბრძოლაზეც შიშულ მუჭებზე მქონდა ნათქვამი და უბრალოდ არ ვიცი რა ხდება შეგვიძლია კენტუსებზია და იმიტომ ეხლა ანუ დრო ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ვინ შეიძლება პასუხი გაგვცეს აი აგერ არის და გადაწყვეტილების მიღებაც შეიძლება და კიდე რა მაინტერესებს ანუ ყველა მებრძოლებთანაც დავსვა მაგ კითხვას იმიტომ რომ ხშირია რა ეგ თემა რომ ხშირად არ უნდა ჩემ მაქსიმუმს ვერდებ აი მირჩევნია კრივის ხელთათმანებთან მაშინ ამ ორგანიზაციაში რა გინდათ იმ მებრძოლებს ვინც შიშველი ხელით არ ბრძოლობთ და არ გინდათ შიშველი ხელით ბრძოლა ხო ანუ მე იმიტომ დამაინტერესა პირველად რო უყურე ამ ვიდეოს ხო აი მუშტიკი რო ჩამოყალიბდა და რაღაც შიშველი ხელები და ამ ყველაფერმა შემიფხრო რა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში მოვედი და მე კენტუსები იმას არ უნდა და რატო კი მაგრამ ვერ ხვდები ანუ მე ესე რო თქვა პირადად არავის შევეხებ მაგრამ ჩემპიონატად არ მიმაჩნია აქ უმეტეს მძიმე ზონაში პატარა ზონაში იმაში აქვთ მოპოვებული კამერები და დაცვები აქვს ჩატარებული კენტუსებით. ეგ როგორ ხდება, ეგეც მაინტერესებს რა. მე მინდა 84-ში მოვიდე, შიშველ მუშტებზე გავატრაკო მაგრად და საჩემპიონოც შიშველ მუშტებზე ვიჩხუბო რა და ვისაც არ უნდა კონდეს კამარი მაგ პერიოდში დამხვდეს შიშველი მუშტებით რა და ამ ბრძოლაზე კიდე თუ ხარ თანახმა ვიბრძოლოთ შიშველი მუჭებით თუ არა კენტუსებითაც არ ვარ წინააღმდეგი იმიტომ რომ დიდი ხანია არ მივჩხუბია და ბრძოლა მომენატრა და აქ მამია გაგვეცი ხა პასუხი მოგესალმებით ყველას როგორც გამას ვეტერანმა კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა თუ რა არის გამა მაგრამ ზოგიერთისთვის ეს შეიძლება შეურაცხყოფადაც იყოს მისაღები, იმიტომ რომ კენტუსებითაც ჩხუბობენ და გაცილებით ლამაზ ჩხუბებს აკეთებენ კენტუსებით. მე ამის მომხრე ვარ. მე ამის მომხრე ვარ, გისმენდი? მე ამის მომხრე ვარ და დამიჯერე კენტუსებით უფრო უსაფრთხოდ იქნები, ვიდრე შიშველ მუშტებზე. ამიტომ ეს ბრძოლა ვემზადები კენტუსებით და ჩავატაროთ კენტუსებით. ჩემთვის რო ეთქვა აქამდე თოლიაშვილს რომ უნდა შიშველ მუშტებზე და ვფიქრდებოდი, მაშინვე გავცემდი ანკის ან არას და შესაბამისად მოვემზადებოდი. ეხლა 10 დღეში გადავეწყო, შეუძლებელია. კი ბატონო, მესმის უბრალოდ მე იმიტომ მიგვერც რომ მე ყოველთვის შიშველ რომ თავაზობ ბრძოლას ვეუბნები რომ შიშველ მუჭებზე მინდა. და სამწუხაროა რომ შენ არ შემოგთავაზეს და ახლა 10 დღეში ვერ შეძლებ, ხო? კი ბატონო. მე კენტუსე უბრალოდ სამომავლოდ მინდა რომ ყველა მიცოდეს რა ვინც რინგს გაიზიარებს ჩემთან შიშველ მუჭებზე იქნება მხოლოდ ეს ზიანი მიიღო. მამია, ზოგადად აი შენ როგორი დამოკიდებულება აქვს ზოგადად ამ ბრძოლაზე არ არის საუბარი აი შიშველ მუშტებზე ბრძოლასთან. სიმართლე გითხრათ მე ნებისმიერი სახის ბრძოლა დიდ კაიფს
მანიჭებს რა, ანუ შიშველი იქნება ხელთათმანებში, იქნება კენტუსებში, იქნება არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ეხლა აქ შოუს ვდგამთ, ვემზადებით, ხალხი გვიყურებს, შესაბამისად მომზადებული უნდა დავხდეთ რა. გამოვიდეთ და ის ვერ ვაჩვენოთ, რის ჩვენებაც გვინდა, შეუძლებელია. მინიმუმ 1-2 ვარჯიშის წესი რა თქმა უნდა ჩავატაროთ სიტყვას და ეს პატარა პერიოდია ჩემთვის, რომ გადავეწყო რა მთლიანად, თორე საერთოდ არ მაქვს პრობლემა. გასაგებია. გამოდის რომ გაქვს პრობლემა. ანუ აქ გამოდიან კიდე იძახიან რომ აი კაროჩე არ მინდა. მე მაქსიმუმ ზოგადად არ მაქვს პრობლემა შიშველმუსტებზე ჩხუბებს რა კონკრეტულ ბრძოლაზე. ხო, ახლა ვე. კენტუსებით ვიჩხუბებთ და რო გამოჩნდება ლამაზი. შენც როგორც ვიცი მოკრივე ხარ, პროფესიონალი მოკრივში ჩხუბობდი და გაცილებით ლამაზ ჩხუბს ვიჩხუბებ დამიჯერე რა. კეთილი, კითხვა აქვს გამა ტრენერს. გისმენთ? მამიასთან მაქვს კითხვა. თანაც ორი. პირველი, შენ ახლა აღნიშნე, რომ კენტუსებით უფრო უსაფრთხო არისო. მართალია? კი, ისთვის. არა, კენტუსებით უფრო უსაფრთხო არისო, რომ აღნიშნე, იმიტომ გეუბნები, რომ გრიზლის და აირონლაშას ჩხუბი ხო ნახე? კი. ანუ ვიზუალი ნახე როგორ იქნება. ანუ რა არის მათ უსაფრთხო? ხო და წარმოიდგინე ეგ რო შიშველმუშტებზე ყოფილიყო. შიშველმუშტებზე ვერცერთი ვეღარ ჩამოვიდო და დაბლა. მაგდეხაც არ გაგრძელდებოდა შიშველმუშტებზე. უარის შედეგი შეიძლება მოხდარიყო. ანუ პირველ რაუნდში მორჩებოდა. ანუ იმის თქმა მინდა რომ უფრო უსაფრთხო არ არის კენტუსებით. მე ესე ვფიქრობ, შენ ესე ვფიქრობ. სტატისტიკით ეგრეა. ეხლა მეორე კითხვა. კითხვა კი არა და ნუ ჩემი აზრით ეს ჩხუბი შენთვის არის ერთ-ერთი ბოლო შანსი იმის, რომ დაამტკიცო შენი ხმაურიანი განცხადებები, რითიც მოხვედი აქ. ხო გახსოვს რას გოლის 2 კამარი და ის და რამე უმზადებული კონკრეტული გაქვს თუ ისე უნდა გახვიდე, ანუ როგორც ისე როგორ, რომელი ბრძოლა იყო, ისეთი რომელიც სიტყვაზე არ შეესაბამებოდა რომელიმე აი რომელიც თქვი რომ აი უეჭველი მოვდივარო დავხურო, მაგრამ ნუ ვერ დახურე და ეხლა შეიძლება გაქვს თუ არა ის კონკრეტული რაღაცა ეტაპი გადალახული, რომ ის გააკეთო და დააჯერო ხალხი ბოლოს და ბოლოს, რომ შენ მართლა ესახა რა და 2 კამარი შენი უნდა იყოს. კი ბატონო, ზუსტად ეგრე არის. ეხლა ბოლოს მიმინაშვილთან რო ვიჩხუბე, მაგ დღიდან მოყოლებული, ჩათვალე დარბაზში მძინავს. მთელი 20 საათს მანძილზე ვემზადები, ვარჯიშობ, გადართული ვარ მთლიანად ჩემს მომზადებაზე, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად და მზად ვიქნები და მზად ვარ 27-ისთვის, რომ აქ ისეთი რაღაცა გავაკეთო, რასაც აქამდე ვპირდებოდი. ძველი, აი ძველად რომ ჩხუბობდი და ძველი მამიას ნახავთ აქ რა. აბა მე არ ვიცი როგორ ჩხუბობდი უბრალოდ. შეგიძლია ჩაწერო სახელი გვარი და ნახავ როგორ ჩხუბობდი. და გამიხარდება და დამიჯერე შენც გაგეხარდება. კი, ძველ მამიას თუ ნახავთ ჩვენ აქ. კარგი. მადლობა პასუხისთვის და კითხვა მაქვს ორგანიზაციასთან ცოტა კრიტიკული, ნუ მე როგორი ხო, ნუ ეხა კრიტიკული თუ არ იქნება, ანუ რანაირი კრიტიკოსი ვარ, მაშინ მე ხო? ხო და მაინტერესებს 2 კვირით ადრე რატო იმართება პრესკონფერენცია, როდესაც უკვე მე რამდენჯერ იხსნებიან მებრძოლები 2-3 რაღაც, ნუ იხსნება და ანუ ეს მარტო ჩემი კითხვა არ არის, ეს არის მაყურებლების კითხვაც. და რატო იმართება ასე ადრე პრესკონფერენცია? რაც შეეხება ბრძოლების შეხსნას, ეს ყოველთვის ხდება, ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კონფერენციას ერთი დღით ადრე ჩაატარებთ თუ 2 კვირით ადრე. ჩვენ ისედაც უკვე დიდი ხანია ამ ივენთის კარტი და ანონსებული გვაქვს და მზად ვართ იმისთვის, რომ კონკრეტული და გარკვეული ცვლილებები მოხდეს. ხოლო რაც შეეხება კონფერენციას, ჩვენ მქონდა პრაქტიკაში ესეთი რამ, რომ ერთი დღით ადრე ვატარებდით კონფერენციას ბრძოლამდე, თუმცა ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ბიჭები წონას იკლებენ, აღდგენა სჭირდებათ, განწყობის შექმნა სჭირდებათ და როდესაც გვაქვს იმის საშუალება, რომ წინასწარ 2 კვირით ადრე ჩავატაროთ კონფერენცია, ამ კომფორტს ბიჭებს უქმნით, რომ წონის კლების დროს და იმ წვალების დროს არ მოუწიოთ აქ დგომა, საუბარი და დროის ხარჯვა ამ ყველაფერზე და მაქსიმალურად გამოუვიდეთ ისე და შეეცადონ, რომ საკუთარ თავზე იყვნენ ორიენტირებულები. კი ბატონო, მადლობა. კეთილი, მამია, მერა, კითხვები თუ არ მეტი აღარ არის, თქვენ თუ სათქმელი არაფერი გაქვთ, გთხოვთ რომ მიკროფონები დააბრუნოთ. წარმატებებს გისურვებთ ყველა ბიჭებო და უტრავო ბრძოლებს.
მერაბ გუკასიანი და მამია მემიშიში. კამერებისკენ. გყავთ კიდევ ერთხელ ტაშით გავაცილოთ ბიჭები. და გადავიდეთ შემდეგ წყვილზე, ეს არის საბა ნარსია და ანრი ჯინჭარაძე. საბა, გამარჯობა. ანრი სამწუხაროდ დღეს არ იმყოფება ჩვენთან, თუმცა შენ გააქვს იმის საშუალება, რომ გაეცნო კიდევ ერთხელ შეახსენო მაყურებელს შენ შესახებ და რამდენიმე კითხვაზე მიპასუხო. გთხოვ მითხარი როგორ ფორმაში ხარ, როგორ გაიარე ეს მომზადება, ვიცი რომ უჩა მაისურაძესთან ემზადები, როგორ იყო შენი მომზადების კემპი და რამდენად ხარ ამ ბრძოლისთვის მსად? დაახლოებით ერთი კვირის წინ დავიწყე ვარჯიში. ჯერ არ ვარ ეხლა საუკეთესო ფორმაში რო ვთქვათ, მაგრამ დრო მაქვს ძალიან დიდი და ბევრი რომ მოვემზადო საკადრისად რა ამ ბიჭისთვის. ყველას მოგესალმებით ამოვიწყდა, გისურვებთ უტრამლო ბრძოლებს, უტრამლო მომზადებას. რავი მეორედ მოვდივარ უკვე, გამაში ვატარებ მეორე ბრძოლას, პროფებში 8 გამაში 2 ბრძოლა მაქვს კი ჩატარებული. მეორე ბრძოლას ვატარებ კონფერენციაზე, კაცი კიდე არ მიდგას და რავი. არ ვიცი ამაზე რა ვთქვა. აქ რო მიდგას ეს უკვე ფსიქოლოგიურად მოქმედებს ჩემზე 27-ში რომ მოხვალ. რავი იმედია რომ 27-ში მაინც მოვა. რომ მოხვალ კიდე ნახავ რა. მე მაინტერესებს შენი გადაწყვეტილების შესახებ წონასთან დაკავშირებით. შენ ახლა როგორც მახსოვს, შენ ადრე იბრძოდი 93 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ახლა აბსოლუტურ წონაში გამოდიხარ. რატო მოხდა ეს ცვლილება? რატო მოახდინე წონით კატეგორიების შეცვლა? მე როგორც კი პირველი ბრძოლა ვიჩხუბე, ვთქვი რომ 93 კილოში და აბსოლუტურში და არაერთ წონაში მოვდიოდი. 93 კილოში ვიჩხუბე ერთი და არ არის მოწინააღმდეგეები იმდენი რომ სულ 93 და ერთ წონაში ვიჩხუბო. აბსოლუტურშიც არ მაქვს პრობლემა. უბრალოდ მაქვს ჩემი მიზანი და ჩემი გეგმა და მაგას ვასრულებ. ჩემ მენეჯერთან და ჩემ გუნდთან ერთად რა თქმა უნდა. ორ წონითი კატეგორიის ქამარს უტევ, მაგის თქმა გინდა? დიახ, ჯერ არაფერს არ ვჩქარობ და არაფერს არ ვიძახი. ყველაფერს დროთა დრო ვიტყვი და გავაკეთებ კიდევაც. კეთილი, შესანიშნავია. ესეთ ამბიციებს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და შენ თვის ბოლოს 27-ში გექნება ახლა იმის შესაძლებლობა, რომ შენი ეს სიტყვები დაამტკიცო უკვე საქმით. კი ბატონო, მადლობა ყურადღებისთვის. კარგი, დააბრუნე მიკროფონი და კამერებთან წაიფლექსავე ცოტა. კითხვაც არის? რა თქმა უნდა, გამატრენერი აქ არის. ვერ შემავშნიეთ, ხელებს ვიქნედი ესე. ნარსია, მაინტერესებს მეორე ბრძოლა უკვე და ვერ ხედავთ შენს მოწინააღმდეგეს და რამეს შენეუნები რომ არ მოვიდნენ თუ რატო არ მოდიან? ეგეთი არაფერი არ მეთქვია, დარწმუნებული ვარ. არ ვიცი, მეც მიკვირს, ალბათ ვერ მოახერხა, მაგრამ პასუხი ხომ მაინც უნდა მაწოდინოს, რავი. კი ბატონო, და როგორი გზნობა, აი შენ ახლა როგორი გზნობა შენთვის, რომ გამას თავარის საჯი დაამარცხე, მაგალითად, არა, ვერ დაამარცხე, ქულებით მოიგო, მაგრამ ნუ ჩემი აზრით უფრო მეტი ზიანი მიაყენე, როგორი გზნობა გაქვს ახლა? ყველას ის აიღე ეთყობა, ხო? აბაროდ. რა ვიგზნობის რა გითხრა? მე ვფიქრობ მოვიგე, მაგრამ ეგ არაფერი. უბრალოდ რავი, სახეზეც გვეტყობოდა, ვინ მოიგო, ვინ წააგო. რავი, რა გითხრა? პასუხი თუ ვერ დაკმაყოფილდი, რავი, შემილია გავაგრძელო. მადლობა მინდა გითხრა მაგისთვის, რომ ესე ეჩხუბე და მოიგე რა. ზიანით. არაფრის. კი, არაერთი იქნება კი. დიდხანს ვეძებდი უბრალოდ პირადად მე რომ ეჩხუბ, ანუ მე მთხოვდა რომ მიშოვეო, მე ვძოლიო და უბრალოდ მე ესე მოხდა რომ შენ მოხვედი. მადლობა, გაიხარე. მადლობა თქვენ. ესე გამატრენერს ოცნებები აუსრულე ახლა შენ ესე გამოდის. მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ შეხვედრამდე რავი, 27-ში.
კარგი, ესე იგი გადავიდეთ მე-9 წვილზე, ირაკლი მახარობლიძე და ნიკოლოზ ბორნოჩიანი. აქვე ვიტყვი, რომ ნიკოლოზი დღეს არ იმყოფება ჩვენთან პირადი პრობლემების გამო, მოკლედ დეტალებს არ ჩაუღრმავდები, მე თუ და გაინტერესებს კი გეტყვი რატომაც არ მოვიდა. ირაკლი, კაი ხანია შენ არ გამოჩენილი ხარ, რამდენიმე თვე არის ჩვენთან არ ჩაგიტარებია ბრძოლა, მაინტერესებს როგორ მოემზადე, როგორ ფორმაში ხარ და შენი ბოლო ბრძოლებიდან გამომდინარე თუ შეცვალე მომზადების გეგმა ან თვითონ ბრძოლის ჩატარების გეგმა თუ მოახდინი რაიმე სახის ცვლილება შენს მომზადებაში. მოგესალმებით უყურებას. უტრამო ბრძოლებს გისურვებთ ბიჭებო ყველათა წარმატებებს. მომზადებას რაც შეეხება ძალიან კარგად გავიარე, არაფერი არ შემიცვლია, ზუსტად იგივე სტილით უნდა ვიჩხუბო, როგორც აქამდე ჩხუბობდი. ბევრი საუბარს არ ვაპირებ, რადგან მოწინააღმდეგე აქ არ არის. ჩემ გუნდში ალფა გრინში გავიარე, უმაგრესი მომზადება, უმაგრეს ბიჭებთან. შესაბამისად, 27-ში იმ ყველა კითხვას თუ რამე აქ არის დაბადებული, აი აქ გაიცემა პასუხი რა. ეხლა ბევრს არ ვისაუბრებ, ასე რომ 27-ში გნახავთ რა. კეთილი, მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ და ნიკოლოზი ძალიან მაგარ ბრძოლას შემოგთავაზებთ, ამის გულწრფელად მჯერა და სულ მოუთმენთ ველი, როდის გათენდება ეს დღე, რომ თქვენი ეს ჯახი ვიხილა. გთხოვ, დააბრუნო მიკროფონი და კამერებთან რომ დაფიქსირდე. მეათე ბრძოლა წონა მცირდება, თუმცა ამ ბრძოლაში ემოციები და დაპირისპირების ჟინი არანაირად არ შემცირდება, რადგანაც ამ ბრძოლაში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს გიორგი გეგეჭკორი და ლუკა მეგრელი. ესე იგი, გიორგი, შენით დავიწყოთ, როგორ განწყობაზე ხარ, იმიტომ რომ ლუკა საკმაოდ რთული მოწინააღმდეგე არის ნებისმიერი მებრძოლისთვის. საკმაოდ რთული ბრძოლა გელოდება და მზად ხარ თუ არა ამ ბრძოლისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. მოგესალმებით ყველას უტრამო ბრძოლას გისურვებთ. მე ვარ გიორგი გეგეჭკორი ფოთიდან. ჩამოვედი ლევანი ციკლაურთან გავდივარ კემპსთან, ძალიან მაგარ კემპს გავდივარ. ვიტყვი ესე რომ ძალიან მაგარ ფორმაში შევდივარ. ეტაპობრივად ყველაფერს ისე გავდივართ, როგორც საჭიროა. ასევე მეგრელთან დაკავშირებით მაგარი ბიჭია, პატივისცემა ჩემგან ამ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბრძოლები ჩაატარა. თან ისეთ ბიჭებთან ჩაატარა, რომ ძალიან კარგ ბიჭებთან ჩაატარა ურთაბრძოლები და ჩემთვის მოხარულია რა, ეგეთ ადამიანს ვხვდები რა, ესეთ ძალიან კარგ სპორტსმენს რა, იმიტომ რომ მეც სპორტსმენი ვარ რა და პირადული არაფერი უბრალოდ გავცვლით რა, ხელებს და რინგზე აზრებს რა. კიდე იმას ვიტყვი, რომ ლუკამ შემომთავაზა შიშველ ხელებზე რა. და ლუკამ მიიღო მაგ შემოთავაზებაზე ჩემი პასუხი და მე მაგ ესეთი შემოთავაზება შენთან. საჩემპიონო ამბიციები გაქვს, როგორც ვიცი. 5 რაუნდიან ურთაბრძოლაზე რა აზრის ხარ? დიდი სიამოვნებით. თუ საჭიროდ ჩათვლიან რაღაცა მე პრობლემა არ ამაქვს. ვიჩხუბოთ 5 რაუნდი. ბაზარი არა. თუ თქვენ მზად ხართ 5 რაუნდისთვის ამ სანახაობაზე ვარს როგორ ვიტყვით? რა თქმა უნდა, ჩვენგანაც ზაობა იქნება. ეს რინგი გვანახებს, ახლა ვინ როგორ ანაირად. ძალიან მართლა მაგარი. ლუკა, შენთან უნდა გადმოვიდე ხა კითხვით, იმიტომ რომ შენ წინა ბრძოლაში საკმაოდ სანახაობრივ და შეიძლება ითქვას, რომ გამას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ ბრძოლაში დამარცხდი. ეს მარცხი გამარჯვების ტოლფასია ჩემთვის, რადგანაც ასეთი ბრძოლის დადება ყველას არ შეუძლია, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად მათ შორის. რამდენად მნიშვნელოვანი არის შენთვის ის ფაქტი, რომ შენი წინა მოწინააღმდეგე ლევან ციკლაურთან ვარჯიშობდა, გეგეჭკორიც ახლა ლევან ციკლაურთან გადის მომზადებას. ეს როგორ ფიქრობ, რაიმე გასაღები მოგიძებნეს და მაგიტომ მიდის შენი მოწინააღმდეგეები ციკლაურთან მოსამზადებლად, ხარ მზად იმისთვის, რომ მეორედ დაუპირისპირდე უკვე გუდიანის კიდევ ერთ წევრს და ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოხვიდე. მოგესალმებით ყველას, ბიჭებო, ყველას უტრამო ბრძოლას გისურვებთ, წარმატებები და კარგი ბრძოლა.
მე რავი მართლა ყველაფრისთვის მზად ვარ. აი ხა ლევან ციკლაური კარგი ბიჭია, კარგად ამზადებს ტექნიკურადაც, რავი, ყველაფრისთვის მზად ვარ. არა აქვს მნიშვნელობა, მე შეიძლება დაუმარცხნი, მაგრამ ეგ ჩემი შეცდომის გამო დაუმარცხნი მაგ ჭუბში. სხვა არაფრის გამო, სხვას არაფერს არ დავუბრალებ, ჩემი ბრალია მაგ ჭუბის წაგება. სხვა არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოამზადებს, თავარია რინგზე შევიდეთ და კარგი ბრძოლა ვაჩვენოთ რა. კეთილი, ჩვენც გვინდა რომ კარგი ბრძოლა აჩვენოთ. მე კითხვები მეტი არ მაქვს, მე როგორც დაგპირდით თავიდანვე დღეს ბევრი კითხვები არ მექნება. ამიტომ თუ თქვენ ყველაფერი თქვით, რისი თქმაც გინდოდათ, გთხოვთ მიკროფონები დააბრუნოთ და დაუდგეთ პირისპირ ერთმანეთს. გიორგი გეგეჭკორი და ლუკა მეგრელი. კამერებისკენ. გთხოვთ აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. და უნდა გადავიდეთ ახლა ჩვენი მთავარი ბრძოლისთვის. ამ ბრძოლას ამ პირველ ბრძოლას მრავალი წელი ველოდით, რომ შემდგარიყო. როგორც იქნა ეს ბრძოლა შედგა, თუმცა ძალიან ბევრი ემოცია დატრიალებდა ამ ბრძოლას, ბევრი უკმაყოფილება, ბევრი ნეგატივიც იყო, ბევრი დადებითი კომენტარიც იყო და შემიძლია თამამად თქვა, რომ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია ამ დაპირისპირებამ, რითიც კიდევ ერთხელ დაიმსახურა, უпростоრად კიდევ დაიმსახურა ის, რომ ამ ბრძოლას კიდევ ერთი შანსი მიეცეს და რევანში შედგეს და გავიმეოროთ ის დაპირისპირება, რომელსაც ასეთი ხმაური გამოიწვია და ამდენი ემოცია მოგვანიჭა ჩვენ. ლუკა კახიშვილი და ლევან ციკლაური. ბიჭებო, თქვენ შორის უკვე ბევრი რამ ითქვა, ბევრი სიტყვა დაიხარჯა, ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი ოფლი დაიღვარა. ლევანიში. შენიც სისხლი ლევანიში და ოფლი ჩემი. შენიც დაიღვარა ახლა ცოტა. არა, სისხლი ლევანიში, ოფლი ჩემი. კი ბატონო, თუმცა სანამ სიტყვას დაგითმობდეთ რომელიმე თქვენგას, მე მინდა დავპატიჟო გიორგი დოლიაშვილი, კომპანია Cashberry-ამ საჩემპიონო შორტები დაგიმზადა და გვინდა რომ გადმოგცეთ. ძალიან მაგარია, უღრმესი მადლობა Cashberry-ას. უღრმესი მადლობა ამას. ახე, აქ მე ვარ. ჩემი ლოგოთი. ჩაგეცდა. მადლობა კომპანია Cashberry-ას გვერდით გომისთვის და იმისთვის რომ ზრუნავს მებრძოლების ეკიპირებას. ლევან, მე შენთან მექნება კითხვა, ჩვენ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრი სიტყვა ითქვა თქვენ შორის, ბევრი დაპირისპირება იყო. მე მაინტერესებს წინა ბრძოლიდან გამომდინარე, ლუკამ ფიქრობ რომ ცოტა გაგაოცა კიდეც თავისი მდგრადობიდან, იქ გამძლეობიდან გამომდინარე, თუ შეგიძლია რომ შეფასება მისცე შენს თქვენს წინა დაპირისპირებას, როგორი მოლოდინი გქონდა ზოგადად ბრძოლამდე და ბრძოლის შემდგომ რა დამოკიდებულება გაგეჩნდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მაყურებელს აქ ადგილზე. ბიჭებს, ძალიან კარგი კითხვა არის. ნამდვილად გავოცდი ლუკას შესაძლებლობებით პირველ ბრძოლაში, არ მეგონა რომ მას ფიზიკური შესაძლებლობები ამ დონეზე ექნებოდა, რადგან მის სხვა ბრძოლებს რო ვუყურებდი, საკმაოდ დაბალი კარდიოთი იყო. თუმცა მამაცი გული რო აქვს, ამაზე ორი აზრი არ არის. რამაც გამაოცა იყო მისი მისი მომზადება ამ ბრძოლისადმი და მესიამოვნა კიდეც ეს ყველაფერი. უბრალოდ ერთი რაც არ მესიამოვნა იქ იყო ის, რომ რინგზე რევანში მაშინვე მივეცი, რადგან რინგზე ვაჟკაცურად თქვა, მადლობა მომილოცა, ყოჩაღ ლევანს ულოცავ ამ გამარჯვებას, დღეს მან მაჯობა, თუმცა ვფიქრობ დავიმსახურე რევანშიო, რაზეც ეგრევე უპასუხე ხოობა. თუმცა
სულ რამდენიმე წუთში პრესკონფერენციაზე სხვანაირად საუბრობდა, რაც ძალიან არ მესიამოვნა და რის შემდეგაც გაგრძელდა ეს ჩვენი უთანხმოება ეს ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციას გულისხმობ. ბრძოლის შემდგომ პრესკონფერენციას. ну რა ვიცი ამ კითხვით შემიძლია გადავიდე რატომ თქვა ერთი და გააკეთა მეორე მერე ან ორივეჯერ სხვანაირად სხვადასხვა აზრი ჰქონდა ორივეჯერ მაგაზე უკვე გაგეცი პასუხი და არაერთხელ. მოდი თან კითხვას დაგისმევ, თუ შეიძლება და თან პასუხიც რო გასცე. ხო, ლევანის კითხვას. ესე იგი, ლევანის კითხე რამდენად გაგაოცა თქო პიტბულის მომზადებამ და გამძლეობამ და შენ მაინტერესებს, იყავი თუ არა გაოცებული იმით, რაც რინგზე დაგხვდა, იმიტომ რომ ლევანს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს საბრძოლო სპორტის სახეობაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შენზე ბევრად მეტი გამოცდილება აქვს. მუშტიკრივზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად საბრძოლო სპორტის სახეობაში და როგორი მოლოდინი გქონდა და რინგზე რო შეხვედი და აი 2-3 რაუნდის შემდგომ რა ფიქრებში იყავი, დაგხვდა ისეთი მებრძოლი, როგორიც შეესაბამება მის გამოცდილებას, თუ შენ უფრო სხვას ელოდი. ბევრად მეტის მოლოდინი მქონდა სიმართლე რო გითხრა, აი ალბათ 150%-ით მეტის მოლოდინი მქონდა. მაგრამ 150%-ით ნაკლები მივიღე ლევანისგან, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება ჩემი ბრალი იყო და მე არ მივეცი იმის საშუალება რომ ებრძოლა. მაგრამ თვითონ კი იძახდა, მე უჩხუბობდიო და შენი დექიო, მაგრამ ვინც ჩხუბს უყურა, მე მგონი თავისთვის ზიანი არ მოუყენებია და მე მივაყენე დიდი ზიანი. ასევე მოძრაობაში head movement-ი, ასევე გადაადგილებაში. მოკლედ, მე აქ ლევანის ბრძოლაში ვერ ვნახე ის 20 წლიანი გამოცდილება, რასაც ამხელა რეკლამას უკეთებს. ეს ჩემი აზრი არის. შეიძლება ვიღაცამ სხვანაირად იფიქროს და ნუ დამიწყებთ ახლა ძალიან გთხოვთ, ეგრე არ არის და ეს არის ჩემი აზრი. მე ამ აზრზე ვარ, ნურც მოგინდებათ რომ შემაცვლევინოთ, თქვენ გქონდეთ თქვენი აზრი, კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება ლევანის კითხვას. შენ მე გაგეცი ამაზე პასუხი და თუ არ გახსოვს, მაშინ კიდე გაგცემ პასუხს. რომ მაშინ აქ რინგზე მე რაც დავინახე, გადაწყვეტილებას ვერ შევცვლიდი, მოგილოცე, რადგან აზრი არ ქონდა აქ ლაპარაკს და ასე შემდეგ. მით უმეტეს ემოციები იყო, გაბრაზებულიც ვიყავი, ნუ მოკლედ ემოციები იყო და უბრალოდ ავდექი მიულოცე ხა. მიცეს ბიჭს კამარი და მიულოცავ, ხო, ჩვეულებრივი მომენტი არის ხა. იმ მომენტში ხო არ დავიწყებდი იმას, რომ აუ მომეცით ჩემი კამარი, ანუ რა აზრი მითხარი არანაირი, ხო? მაგრამ მე რო დავფიქრდი და გავაანალიზე ბრძოლა როგორ მიდიოდა, როგორ წარიმართა და ასე შემდეგ, მივხვდი რომ არის 3 წუთში დაფიქრდი. 1 წუთი დამასრულებინე რა. დამასრულებინე. რა კითხვა დამიშვი, დამასრულებინე. 3 წუთში დაფიქრდი თქო? გინდა 3 წუთში და გინდა 10 წამში რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა მნიშვნელობა გადაიარა იმ მომენტმა. მოდი, ამ ბიჭთან მე ლაპარაკი არ მინდა რა. ჩვენი აზრები ერთმანეთს სდება, ჩემი აზრით სიმართლეს და აზროვნებას მოკლებული არის ამ ბიჭის აზრები და არ მინდა მე ამ ბიჭთან ლაპარაკი წინაზეც დავაფიქსირე. მე მოვალ აქ 27-ში, გავუერთიანებ ამ ისედაც ულამაზო თავპირს და ვსო ეგ იქნება რა. ანუ არ მინდა ამ ბიჭთან მე ლაპარაკი, არც აზრების გაცვლა აღარ მინდა. ერთი და იგივე კითხვას მისვამს 2000 ჯერ, იმიტომ რომ ხალხს მოასმენინოს რომ რაღაცა ინტერესებს, არადა ამაზე პასუხი უკვე გაცემული მაქვს 1 2 3 ჯერ და მოდი ნუ დამატკეპნინებთ აქ ობას გადავტკეპნი ამას მე 27-ში აქ. ვსო, ეს იყო ჩემი კომენტარი. კარგად ბრძანდებოდეთ და მოდი რა, ვნახე მე შენ რისი თავით გქონდა, გაიგე? ვნახე მე შენ რა. გამოჩნდა, კი, გამოჩნდა. სახეზე გეტყობოდა ყველაფერი, 3 თავი გქონდა, ერთი აქ, ერთი აქ, ერთი აქ. ვიცი გენაცვალე. ვსო. მიკროფონი ჯერ არ დააბრუნო, იმიტომ რომ კითხვები შეიძლება შენს მიმართაც აი, პროსტა მე ამას აღარც კითხვაზე გავცემ პასუხს და განატრენერი მიუახლოვდა ახლა მიკროფონს და ალბათ რამე მწვავე კითხვას დაგვისვამს. წვავე არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ პიტბულთან მაინტერესებს რა, აი უბრალოდ მე ზოგადად ხო TikTok-ი ვაფშე არ შევდივარ TikTok-ში, არ მომწონს მაქაურობა და მაგრამ როცა წვები დასაძინებად შეიძლება მარტო მაგ მომენტში ავსკროლო რომ ჩამეძინოს. ხო და რამდენიც შევედი, ხო? სუ თამაშობს. სუ ზის და თამაშობს, აი გეიმერს. შენ დასაძინებლად. არა, რატო გეონები? ნახე
შენ სულ თამაშობ ხო და რო ავსკროლავ მე უცებ გუდიანი გაიჩიდება სულ დარბის რა სულ ვარჯიშობს გაიგე და საპირისპირო ეს ყველაფერი შენ ვაფშე კიდია ეს ვარჯიშები ამას პირიქით და რამე ჩაფიქრებული კონკრეტული რაღაცა თუ რაღაცა მომზადებული გაქვს თუ როგორ უნდა მოუგო მოკლედ სირბილთან დაკავშირებით მე ვთვლი რომ ლევანის სპორტი საბრძოლო ხელოვნება არ არის და არის სირბილი და შენ კითხვასთან დაკავშირებით რაც ჩემს მიმართ ქონდა კითხვა CS-ს თამაშობ, Counter-ს თამაშობ და ხოცვაში ვარჯიშობ, რომ აქ ეს უნდა დავხოცო აქ. ხო და მადლობა კიდე რომ ამის საშუალება მაქვს და ბაიტლაბს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო რომ იმის საშუალება მომცა რომ ასე შენაირად დავაძინო ხალხი იქ ჩემი სტრიმების ყურებით. ბრავო, მადლობა რომ მაძირებ. და ლევანთან მექნება კითხვა ერთი ასეთი. სანამ კითხვას დაგისმევ, ერთი ის ვიდეო მაინტერესებს წყალში ყინულიანში რო ჩახტი. როგორ ამოხვედი მე, იმიტომ რომ შეწყდა იქ ვიდეო. არ ამოსულა იქ არის. ძალიან მარტივად. თან გავჩერდი მე წყალში ისევ. აი ეგეთი ვარჯიშები რამეს გმატებს ჩხუბის დროს თუ რაღაც ისე კი. ეგეთი ვარჯიშები ხაშლამა და მარილი. ხო, ხაშლამაზე მინდოდა მე, ანუ ეს მითი ხო არა, რეალურია, ხო ეს ხაშლამა? ნამდვილად რეალური არის ეს ხაშლამა და ფაქტია რომ მოქმედებს. ისე ნაზკანთან დაკავშირებით სულად არ გამიგო, მაგრამ რო ჭამო ბევრი მარილი, გარედან მუშტებს ხო ამაგრებს და იქნება შიგნიდან კანის გაგიმაგროს რაღაცნაირად, რო ჭამო ბევრი. ისე ვაფშე არ მქონდა გეგმაში რომ მესაუბრა და შენთან შემოწმე. არც მე არ გესაუბრები ეს ისე რა. მაგრამ ერთი წამით პედიგრი თუ მომიტანენ ზაღლებს წაუვე. აი ეს არის ჟონგლიორის ცხვირი. ხო. გამომართვი. ნამდვილად გჭირდება. ისი რა ქენია? აი ზუსტად იგრე იქცევი რომ აი დაიმსახურე რა ჩემ. ჩათვალეთ სამხიარულოდ გაართობ ყველას ვინც კი აქ არის. მაგი შენ უფრო მოგიხდება, შენ უფრო კაი მსახიობი შენ გჭირდება. და დაიტოვე შენთვის. მე საჩუქრები შენგან მივიღე. და აი კამერებთან რომ მსახიობობ ხოლმე. მე მსახიობი არ ვარ, მსახიობი შენ ხარ. მსახიობი ხარ შენ. 1000-ნაირი მასკას ირგებ სახეზე და ისე მოძრაობ სულ. აქ სხვას ამბობ, იქ სხვას ამბობ. მე რასაც ვამბობ ყველაფერს იმას რაც ვაკეთებ. და მაინც 27-მდე აიყვანეთ რა. ჩხუბი არ ვიდა. ხო და აბა წაიყვანეთ ემოციები ვაბა და მოიყვანეთ 27 აი დამიდეთ და გადმოუვიდეთ და წავიდეთ. ნუ ცხენია, ნუ იცი ესეთი რაღაცეები ხოლმე. კაი, თუ არის კითხვები რამე დამისი თუ არა და გააქვს კითხვები კიდე. არა, წარმატებას გისურვებთ ორივეს. მადლობა. კეთილი, დავაბრუნოთ მაშინ მიკროფონები, დაუპირისპირდეთ ერთმანეთს. ლუკა პიტბულ კახიშვილი და ლევან გუდიანი ციკლაური რევანში, რომელსაც სულ მოუთქმელად ველოდებით. მაგაი დავხევიდა კი. მაგაი ფაქტიჩია. კამერებისკენ დაფიქრდი მაინც. მოგიხდებოდა. გაწიე მეთქი. მოგიხდებოდა მეთქი. ეხა შენ მოგიხდება თავის გულში. გაიგე? თავი მოხდება და გაერთიანება. თავი გამაგლეჯი. თავი მოგიხდება ცხვირში. თავი მოგიხდება ცხვირში და შუბლი მოგივა კეფაზე. შუბლიც მოგივა კეფაზე. და ვერ გამაგლეჯინებენ. ფაქტიჩია. ლევან კახიშვილი და ლუკა კახიშვილი და ლევან ციკლაური. გვარში გამაკლია ეხა. მაშასე მეგობრებო, სანამ დაგემშვიდობებოდეთ, მე მინდა შეგახსენოთ, რომ სულ პატარა პაუზის შემდეგ დაიწყება შეჯიბრი Iron Punch-ი, ძლიერ დარტყმის გაზომვაში შეჯიბრი, ვისაც მონაწილეობის მიღება გინდათ, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია, მიიღოთ მონაწილეობა და გაიგოთ რამდენად ძლიერად ურტყავთ, ხოლო ჩვენ გელოდებით ქსანის 2 ნომერში 27 ივნისს ბილეთების შეძენა შეგიძლიათ Gamma-FC.TV-ზე, ხოლო ვინც ვერ ახერხებს მოსვლა, შეგიძლიათ უყუროთ პირდაპირ ტრანსლაციას Gamma-FC.TV-ზე.
აბა დროებით.